აკრძალული წიგნის თაროს მორიგ წიგნს შემოგთავაზებთ. ყველაფერი ნაცარტუდად იქცევა ბოლოს. ჩინუა აჩებეს წიგნია, ეს სათაური ცოტა მეუცნაურა თავიდან, მაგრამ ეხლა როდესაც დავასრულე წიგნი, აბსოლუტურად შეესაბამება წიგნის შინაარს. ეს არის ნიგერიაზე და მათ ადათ წესებზე ტრადიციები, რომელიც ჩვენც ტრადიციული ქვეყანა ვართ, მაგრამ ზოგიერთ ქვეყანას აქვს ძალიან მძიმე ტრადიციები. წარმოდგენილ წიგნში ტრადიციები ძალიან ბევრია. აქ ავტორი მოგვითხრობს ერთ ადამიანზე, რომელსაც წავიკითხავ, მოდით პატარა მონაკოც 20 მილიონი წიგნი გამოიცა, გაყიდულია 20 მილიონი. ამერიკას არ აუკრძალია, აკრძალეს სხვა ქვეყნებმა, მაგრამ ამერიკაში გაასაჩივრეს 2012 წელს წიგნი რასისტული ელემენტების გამო. წიგნში წარმოდგენილი ადამიანი, რომელზეც არის მთელი შინაარსი აწყობილი, ყავს ბევრი ცოლი, როგორც მოგეხსენებათ, ესეთ ტომებში ეს გავრცელებული ფაქტია. ცხოვრობს როგორც შეუძლია ისეთი წესებით, არის მოძალადეც. ერთხელ მოხდა ასეთი შემთხვევა, რომ იარაღი აუფეთქდაო და იყო დაკრძალვაზე და იარაღის აფეთქებისას გარდაცვლილი 16 წლის შვილი დაიღუპა, რაც მისი ტომიდან 7 წლით გაუჩინარებას ავალდებულებდა. ის წავიდა თავისი ოჯახებით დედის მხარეში, სადაც გაატარა 7 წელი, რომ დაბრუნდა. თეთრი ხალხი იყო უკვე მის მიწაზე შემოსული, ეკლესიები იყო აშენებული, სასამართლო და ამ ყველაფერს რატომღაც ვერ მოერივნენ, ვერ გაუმკლავდნენ და ბოლოს მთავრდება ისე, რომ მხოლოდ ბოლო ნაწილისთვისაც კი ღირს წიგნის წაკითხვა. ტრადიციები არის ხანდახან ძალიან დამაზიანებელი და კარგი წიგნია და აუცილებლად გირჩევთ წაიკითხოთ.